როგორია თქვენი გამოხმაურება დოროთე ყურაშოვთან დაკავშირებით საპატრიარქო როგორ მოიქცა ამ ადამიანთან მიმართებაში პრინციპში განვითარდა თუ არა მოვლენები ისე როგორც თქვათ ეს იყო თქვათ ნაგურისწყლები საპატრიარქოს მხრიდან რომ ეს იყო სწორედ დასაწყისი და უკვე საბოლოო ნაბიჯი საპატრიარქოს მხრიდან. სალამი გიორგი. სალამი. მე მგონი მოვლენები მოსალოდნელზე უარესად ვითარდებოდა არა რეზულტატის და შედეგის თვალსაზრისით, არამედ თვითონ იმ ფორმების თვალსაზრისით, როგორც ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ. იმიტომ რომ რაღაც ეს თეთრი ძაფები ძალიან უბრალოდ შავი ძაფებია თეთრ საქმეზე. იმიტომ რომ საქმე თეთრია და ნათელი და კეთილი და კარგი. იმიტომ რომ ახლა ხმის ამაღლება და პროტესტის გამოთქმა მე მგონი აუცილებელია, ძალიან გასაკვირია რომ ლაპარაკობენ სამართლიანობაზე ან სახელმწიფოს მოწყობაზე ადამიანები, რომლებიც თითქოს აი ამ ასეთ პოლიტიკური და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავიდნენ ცალკე საცხოვრებლად, ბერები არიან ჩვენს მომავალზე ან შვილებზე ან რაღაცა ტკივილზე და სამართლიანობაზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც შვილები არ ყავთ, იმიტომ რომ საკუთარი შვილების დაცვა არ გულისხმობს შვილების ხარჯზე ამის განხორციელებას. და მოკლედ ამ სამართლიანობისთვის ასე ხმამაღალი და ესეთი ძალიან მკაფიო სიტყვები ნამდვილად ნათელი და თეთრი საქმეა. ხოლო ძაფები ნამდვილად შავია, იმიტომ რომ ესეთ რამე არ ვიცი, უბრალოდ გუშინ ექსპერიმენტით ჩავატარე ამ ხელოვნურ ინტელექტს, იმედია რომ არ უფრთხის ჩვენ მსმენელი და არც უნდა შეუშინდეთ და უბრალოდ ეს მოცემულობა რომ ჩაუტვირთო ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს და გკითხო რომ აი თქვათ ბრალდებელიც მოსამართლეც ესეთი რამე რომ ბრალდებელიც თვითონ იყოს ადამიანი და მოსამართლეც ასეთ რამე იქნება უხსმენია, მაგრამ რა ექსპერიმენტი ჩავატარეთ. ხო და მე მივეცი ის მოცემულობა, რომელიც მამა ილიას გადახდა თავს, როდესაც ის აღმოჩნდა ბრალდებულიც და ესე იგი ბრალდებულის როლიც, მოსამართლის და მსაჯულის და ბრალდებელის როლიც, მოკლედ ყველაფერი კომისიამ შეითავსა. მოკლედ ბრალდებულიც რო თვითონ იყოს, ესე ვთქვათ, სასამართლო ხო და მსაჯული ბრალდებელიც იყოს, ეგ გასაგებია რომ შეუძლებელია, მაგრამ აი რაღაც ესე ვთქვათ, რაღაცა კომისია, რაღაც ესეთი ორგანო, რომელიც მათ რაღაცაზე უნდა იმსჯელოს და მსჯავრი გამოიტანოს, იქ თვითონ ბრალდებულიც რო თვითონ იყოს, ესეთი რამე უბრალოდ არის მხოლოდ ძალიან რაღაცა ტოტალიტარულ სექტებში, ან რა ვიცი, სადღაც ესეთ რამეს მიზანი რა არის ამ ტიპის გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის, ეს რა ტიპის სიგნალია, განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობ ჩვენ ამ შემთხვევაში არქიმანდრი დოროთე ყურაშვილზე, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს საზოგადოების წარმომადგენლებთან, მრევლთან, ეს რა სიგნალია მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლოა მაგალითად ან იზიარებდეს, არ იზიარებდეს ოცნების პოლიტიკას შეხედულებებს. მე მგონი სიგნალი ის არის, რასაც ასევე ძალიან ხშირად ყურადღებას აქცევენ და რაც ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია, მაგალითად ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ ლოცულობს ან როგორი რაღაცა სამოზღრო პრაქტიკა აქვს მამა დოროთეს. თუმცა ეს ხელს არ უნდა უშლიდეს ადამიანებს იმის დანახვაში, რაც ამბობენ მამა ილია ან თვითონ მამა დოროთეს, რა თქმა უნდა, ეს მეორე ხარისხოვანი ამბავია და სულხა საუბრის თემაა და მიზანი არის სწორედ ეს, მე მგონი, აქცენტების გადანაცვლება. დიახ. და მთავარი სათქმელიდან თავის არიდება, ესეთი დაკარგვა მთავარი პრობლემის თვალსაჩინარიდან. და პრობლემა ნამდვილად დიდია და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ მორალის ან რაღაცა პოლიტიკის ან რაღაცა ამჯადოსნური გეოპოლიტიკის საკითხი, ეს არის იმის ეს თქვა ჩვენება ან ლაპარაკერი იმაზე იქ ესეთი ბოროტება მოკლედ არ არის ეს რაღაცა ეთიკური ნორმა ან რაღაცა მორალური კატეგორია ან თუნდაც ცოდვის კატეგორია, ეს უფრო მეტი რამეა, ეს არის რაღაც სულ საფუძვლად დადებული ჩვენი არსებობის საფუძველში
არსებული რამ და ამიტომ მასთან შეგუება, ასე ვთქვათ, მისი უგულებელყოფა, რაღაცა პასუხების ბოლომდე არ გაცემა, სასიკვდილოა, რო ვთქვა, ეს ცოტაა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს სიკვდილის შეუძლებლობა ხშირად ამ ესე ვთქვათ სიკვდილზე ვარესია. აი მთავარი რასაც ახლა ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს, ეს არის უსამართლობასთან შეგუება, ხო და მისი მთელი ეს ნაბიჯები სწორედ ამას მოასწავებს. თქვენი აზრით რა არის ახლა ეს მთავარი ძირითადი საკითხი, რის გარშემო საზოგადოების უმრავლესობა უნდა გაერთიანდეს, რა უნდა იყოს ნომერ პირველი სასაუბრო თემა, მათ შორის თქვენ მუდმივი კომუნიკაცია გაქვთ მოქალაქეებთან, რა აწუხებთ მათ ყველაზე მეტად, რაზე ჭირდებათ მათ დისკუსია და სივრცესა დისკუსიოთ. ისე მე ჩემი გადმოსახედით, ჩემი რწმენიდან ვსაუბრობ და მე მგონია რომ ეს ძალიან ზოგადია და ძალიან დიდ სივრცეს გადაფარავს ის რა აქცენტსაც მე შევთავაზებდი ყველას. ეს არის ის რაც ჩვენი სარწმუნოების გულშიც არის, ეს არის ეს ვთქვათ სიმართლე, ოღონდ ახალი სიმართლე, რომელიც ახლაც მოქმედებს და მომავალში გამეფდება. ეს არის რაღაცა ცათა სასუფეულის სახარების სიმართლე. და ამის გარშემო მე მგონი ძალიან ადვილია გაერთიანება და ეს აუცილებელია და მართალი გითხრათ ევროპული ან დასავლური კულტურა სწორედ ამიტომაც არის მათ შორის ჩემთვისაც საწადელი და ასე ვთქვათ გზა რომლითაც უნდა ვიაროთ. და მე მგონი ამ ბოროტების საკითხებზე ჩაღრმავება ძალიან კარგი რამეა. სიმართლეზე, ცათასასופელი სიმართლეზე, არა დეტალებში თქვა, არა ისეთ სარწმუნოებრივ ასპექტში, არამედ იქნებ უფრო ცოტა ფილოსოფიურ კონტექსტშიც იმაზე ლაპარაკი, რა არის სიცოცხლე, რა არის სიკვდილის შეუძლებლობა. იმიტომ რომ ესეთ ჩვენი რწმენით სიკვდილის შეუძლებელია, სიკვდილი ვერ განხორციელდება, სიკვდილს როგორც მაცხოვრი ამბობს ლუკას ახარებაში ინატრებენ ადამიანები და ვერ დადგება. ამიტომ ეს ყველას გვეხება ეგ საკითხი არ იმიტომ რომ თქვა ყველანი ვერ გაიხარებს ხისი ტკივილით. ესე იგი ის ვინც ახლა ბოროტებას ჩადის, ვინც უსამართლობას ჩადის, ეს არ შეიძლება რომ ჩემთვის იყოს სასიხარულო და ნიშნის მოგებით საუბრობდი ამაზე ველოდე როდის ეს თქვა მათ თავს დაატყდებათ რაღაც უბედურება. ასე არ განიხილავს ქრისტიანობა ადამიანებს, საზოგადოებებს. და ამიტომ ეს მარადიული თემები, ეს ძირითადი თემები არის მე მგონი ის, რაზეც შეიძლება ფოკუსის გადატანა. იმიტომ რომ ჩვენ ევროპაც სწორედ ამ კონტექსტში გვაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, ეს არის, ეს განვითარდა, ეს განხორციელდა იმ სივრცეში და მე მგონი ეს სისტემა, რომლის გარშემო შეიძლება გაერთიანება. და რამდენად გამოსდით ამ ადამიანებს, ვინც დღეს მართლობის სისტემაში არიან, რომ იგივე თქვენც რაც ახსენეთ, ცივილიზებული სამყარო, ევროპა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი, რომ რაღაცნაირად მტრები ეძებოს სწორედ აი ამ ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის რეალური გულშემატკივრები. და ხო, იცით, რაღაც შეიძლება დავარღვიოთ და ვთქვათ, რომ ისტორიული არჩევანი კი არ არის, სამომავლო არჩევანია ის, რაც ეს ვთქვათ ხდება დასავლურ კულტურაში. და კიდე რაღაც მეორე ნაწილი თქვი, ძალიან კარგი, ესე იგი მტრების ძიება და მტრად მათი დასახვა, ეს არის ისეთი ცილისწამება და ისეთი უხეში არა მარტო უბრალოდ სულიერი და ეთიკური ამბავი, არამედ აი კიდე ერთხელ ამბობ, აი რაღაცა საფსულად დადებულ პრინციპებს უტევს ეს ყველაფერი. რაღაცა ვერ ხედავ შენს მოყვას და ეს ადამიანები ხო ეს საზოგადოება აი ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ რომ მათ თავიანთი ინტერესი აქვს და არავინ ეს ვთქვათ სხვის გამო მით უმეტეს იმ კულტურაში თავს არ შეიწუხებს და ამ შემდეგ ეს ნორმალურია და ეს კარგია, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ ცივილურად და სწორედ იმ პრინციპების შეთავსებით, რომელიც აი ამ ჩვენ საბოლოო მიზანს, საკაცობრიო მიზანს, სათასასწრელის პრინციპებს ეთანადება. აი ასე ახორციელებენ ისინი თავიანთ პრინციპებს და არა ისე როგორც ჩვენი რეალური მტერი, რომელიც სიკვდილზე და დაპყრობაზე და ეს ვთქვათ ტკივილზეა მიმართული.
კი ბატონო, ჩვენ ინტერვიუს დასაწყისში ვახსენეთ, თქვათ, იგივე დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რა როლი აქვს ამ პროცესში სასულიერო პირებს პირველ რიგში საპატრიარქოს, როდესაც ჩვენ ვნახეთ ხო გასულ წელს ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები, თქვათ, სასიკვდილოდ გაიმეტეს, მათ შორის ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები, ოპერატორები, 600-მდე ადამიანი არის ნაწამები, ეს ადამიანებს თქვათ ახლის ხოლმე მოხდარა სამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ეს არ ყოფილა გამოგონილი ისტორიები ამ ადამიანებს სახეზე, უზრდელყოფოდათ ყველაფერი, ეს წამების კვალი და ასე შემდეგ და ამ ყველაფერზე ჩვენ არ გვინახავს თქვათ კაცრი იგივე მოწოდება საპატრიარქოს მხრიდან კონკრეტული ჯგუფის მხრიდან ოცნების ხელისუფლების მისამართით, რომ აი მაგათაც შეჩერდით, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს დაუშვებელია რაღაცნაირად არ ჩადგა შუაში, ხო, ამ ადამიანებმა აირჩიეს მხარე. თქვენი აზრით, რატომ და სად არის პრობლემა? რატომ აკეთებენ ამას თქვენი აზრით? რა არის მათი განზრა ხო ამ პროცესში, როდესაც ეს მხარე აირჩიეს? მართალად მე რო ეხლა ამაზე ეს თქვა ჩემი ნაფიქრი გაგიზიაროთ, რაღაც ალბათ უფრო მაინც ჩემი სპეციალობის სიღრმეებში შევალ, იმიტომ რომ მე მგონი რაღაცა სხვაგვარი ქრისტიანობა არის, ეს თქვა აღიარებული მათ მიერ და ესე უარყოფით კონტექსტში ჯიუტად დგანან ქრისტიანობის იმ მოდელზე, რომელიც სინამდვილეში სულაც არ ეთანხმება, ასე ვთქვათ, იმ სიმართლეს, რომელზეც ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ ნამდვილად ნაყოფით რომ ხე შეიცნობა, თუნდაც ეს მაინც უნდა აღხიზლებდეთ და აფრთხილებდეთ მათ, რომ შეუძლებელია ესე ვთქვათ ისეთი სახის ქრისტიანობა, რომელიც სხვების ტკივილზე, სხვების ჩაგვრაზე, სხვების შეურაცხყოფაზე გადის და ეს მაინც უნდა დააფიქრებდეთ მათ, რომ ეს ცვლილებები უჭირს რელიგიურ ადამიანს და ეს ძალიან ცუდია და ეს არასახარებისეულია აშკარად, იმიტომ რომ სახარება გვეუბნება, რომ თუ კი რაიმე ესე ვთქვათ სასიკეთოს და ახალს იპოვი, ძველთან გაშორება უნდა გიადვილებოდეს, ისე როგორც ვთქვათ რაღაც ვაჭარს, გახსოვთ ალბათ სახარების ეს იგავები მაცხოვრის მიერ შემოთავაზებული და აი ეს აკლია, ეს მოქნილობა, ეს ერთგვარი, აი იქნება იცით რა შეერკიდე საქმე, ერთი მომენტი მაქვს აჩემებული ეს რეფლექსია და რევიზია ჩვენთან ყოველთვის ერთმანეთში ერევათ ხოლმე, ეს რაღაცების გადახედვა, ხელახლა გადასინჯვა, გადააზრება, ეს არ არის რეფლექსია, ეს შეიძლება ითქვას რევიზია ან რაღაცა რეტროსპექტიულად რაღაცის ხელახლა, მოკლედ აზროვნება ერთადერთი სახე და რეფლექსია გულისხმობს არა მარტო აზროვნებას, არამედ იქნებ სხვაგვარ მოქმედებასაც, ხო? ამიტომ მოკლედ მარტო ეკლესიაში იქნება არ იყოს საქმე ამ გაგებით, თუმცა სრული ის არის, რა ქვია, ესეთი შეუთავსებული, როგორც გითხარით, რაღაცნაირად სახარებისეულ სულთან იმ გაგებით, რომ აი ცვლილებებისთვის არ არიან მზად. ჩვენ უნდა ვაძლევდეთ აი ამ რეფლექსიის, ანუ სხვაგვარი მოქმედებების მოდუსის შეთავაზების მაგალითს ეკლესია უნდა აძლევდეს და ამის საპირისპიროდ რაღაცაზე ჯიუტად ესე უარყოფით კონტექსტში არიან ხოლმე ჩაჭიდებულები და ეს იწვევს ესეთ სამწუხარო შედეგებს. თქვენ აკვირდებით სამ პროცესს ერთ წელიწადზე მეტია უწყვეტად დგანან საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში, იმ რაოდენობის არა, როგორც ეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო, თუმცა ამ ადამიანების საპროტესტო ხმა, ვიცით და ყველა აღნიშნავს ამას, რომ არსად არ გამქრალა და არსად არ წასულა. თქვენ რა დაგანახათ რიგითმა საქართველოს მოქალაქემ, ვინც დღეს იცავს ქვეყნის ეროვნულ ევროპულ ინტერესებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე? ადამიანებს რაღაც სურთ, რაღაც იცით, სულ მახსენდებათ სახარებისეული ამბავი, როდესაც უსამართლო მსაჯულზე არის იგავი, როდესაც უსამართლო მსაჯულს თუ კი მუდმივად შეაწუხებ შენი, ასე ვთქვათ, პრობლემით, ის შეიძლება მან შეიძლება მოიცალოს ესეთ მჟავრის გამოსატანა და არა იმიტომ რომ ის კეთილშობილი გახდა, არამედ იმიტომ რომ შენ არ ეშვები მას შენი აი ამ თხოვნით, მოკლედ და ისე მგონია რომ ჩვენ მუდმივად ერთ წელიწადია და მანამდეც სულ მოკლედ აი ესე ვითხოვთ და უბრალოდ სულ ვეძებ ვინ არის ის უსამართლო მსაჯული, ვის მიმართაც უნდა იყოს ჩვენი ეს პროტესტი, მოკლედ რაღაც ცოტა უმწეობის განცდა მაქვს, რაღაცა თითქოს აი არსაიდან არ ჩანს საშველი და მე მგონი ამან ყველა ერთად უნდა დაგვაფიქროს და რაღაცები შეგვაცვლევინოს იმისთვის რომ ამ ყველაფერს მოყვეს, ასე ვთქვათ, დადებითი შედეგი.
თუმცა თქვენ ამ ძალას, რასაც ეს შედეგი უნდა მოყვეს, ხედავთ თუ არა საზოგადოებაში, რომლის დიდი ნაწილი, ვთქვათ, წინააღმდეგია იგივე იმ რეპრესიების, რაც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. ხო, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოება არის ის ძალა, რომელმაც ეს საზოგადოება ის ძალა, რომელშიც უნდა მოხდეს სწორედ რაღაცა სხვა ახალი გზების, ახალი შინაარსების პოვნა, რომელიც მოგვიტანს რეზულტატს და არ იქნება მხოლოდ ესეთი სასწორკვეთილი ხმა.